თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მუსიკასთან შეხება საერთოდ არ მქონია ბავშვობაში. მაგრამ რო წამოვიზარდე, ეთყობა მაინც ღმერთმა ჩააწვეთა ჩემში ეს რაღაც ფიზიკოსობას ვაპირებდი და უნივერსიტეტში ჩავაბარე კიდევ და სწავლობდი. ეს საქმე რო არ გამოჩენილიყო, გამიგეთ. ერთხელ რადიო აუწია მამა ჩემო და დათიკო გამრეკელი მღეროდა და გავაჯავრე დათიკო გამრეკელს. ხო და უცბად სიჩუმე ჩამოვარდა და მე გამიგვირდა ის გამო ჩამოვარდა სიჩუმე რაც რადიოში მოისმინეს თუ ჩემგან გამიგეთ. ჩავაბარე კონსერვატორიაში და მოვხვდი ვასილ ხმალაძე იყო ესეთი პროფესორი ძველი. ხო და მე ერთ წელიწადში დავცილდით, იმიტომ რომ მამა გამიხდა ავად და თავზე ვადექი სულ საავადმყოფოში და ხო და ის პირველი 2 წელიწადი და ცოტა მეტიც ძალიან გამიცდა კონსერვატორიაში. ფაქტობრივად არაფერი არ გამიგეთებია და შემდეგ რექტორადზე დაისვა საკითხი, რომ ამ მონაცემების პატრონმა ან უნდა ისწავლოს კონსერვატორიაში, ან ამ რეჟიმში არ უნდა ისწავლოს. და პატრონმა დიმიტრი მჭელიძემ და ვერა დავიდოვამ თქვენს რომ ამ კაციდან უნდა გამოვიდეს მომღერალი და მოვხვდი მათ კლასში. აქედან დაიწყო ყველაფერი გამიგეთ. უშველებელი საქმე გამიკეთა დიმიტრი მჭელიძემ მომღერლის ჩამოყალიბებაში და ყველაფერი. მაგრამ აი ეს ტექნიკური საკითხებში დავიდოვო იყო ჩემთვის ავტორიტეტი. რო დავინახავდი, უკვე სხვანაირად ვიყავი გამიგეთ. და არნახულმა შრომამ მიმიყვანა რაღაც კონდიციამდე. მაგრამ დავამთავრე კონსერვატორია ბოლო კურსზე ანჯაფარიძე იყო, ზურაბ ანჯაფარიძე, დირექტორი და მომისმინეს აქ თავად იგორის არია მიმღერა და ამიყვანეს. პირველი სერიოზული დებიუტი მქონდა იოლანტაში. ჩაიკოვსკის იოლანტაში. და ისეთი პარტია ვიმღერე, რომ ჩემი ხმის სპეციფიკის გამო მე რომელი პარტიას ვიმღერე ბარიტონებსაც უჭირს იმის გამო რომ დაბალია და ბანებს უჭირს იმის გამო რომ მაღალია. როგორი შეგრძნება იცი ზოგჯერ რომ ხმა და საერთოდ ხმა არ აქვს. აი გადვიხარ. შენს თემას უკრავს უკვე ორკესტრი და უნდა შეხვიდეს და გეჩვენება რომ ხმა არ აქვს. ესეც მქონია. მე უკვე აღარა, მაგრამ დასაწყისში ყოველ შემთხვევაში, მაგრამ კალასის ბიოგრაფია რო წავიკითხე, თურმე აი სიბერემდე ყველა სპექტაკლში იმართებოდა. ну, გამორჩა ერთი იყო კარმენი იყო. აი პირდაპირ ჩემზე დაწერილი პარტია, მაგრამ მეგობარი დამმარხე წინა დღეს. ცნობილი პიროვნება თბილისში, კოლორიტული კაცი ძალიან და ერთი იყო კარმენის პრემიერაზე ვერ უძნობდი თეფში რა, თავს როგორც იტყვია. ну, ძირითადად ტოსკა რიგოლეტო აიდა. აი ეს სამი სპექტაკლი ძირითადად, მაგრამ თუმცა ახლა იქ სოფლის პატიოსნება და ჯამბაზები და რა ვიცი, ყველაფერია იქ, მაგრამ ბევრი არა მაქვს. ჩემი ხმიდან და მონაცემებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე შემეძლო ისე პარტიები მემღერა, ტექნიკურად შევძლებდი, მაგრამ არ მოვკიდე იმ პარტიებს ხელი, რომელიც ჩემი ხმისათვის არ იყო მაინდამაინც გამიგეთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას მომღერალში პირველ რიგში ვაფასებ. აი უნისონში უკრავს ჰობოი და მიყვება ფლეიტა. ერთი ურევს 10-იანი ყავს სოლფეჯიოში და ვერ მიხვდება ამას. ეს არის შინაგანი სმენა. სმენა უნდა კონდეს და გემოვნება ყველაზე დიდი მთავარი. შვილმა ჩემგან ბევრი რამე ისწავლა. მაგრამ დღეს არის მომენტი, როდესაც მე ვსწავლობ მისგან ძალიან ბევრს. გამიგეთ, ის არის ძალიან ნიჭიერი კაცი მომენტი. სუსტად ისეთი კაცი ჭირდებოდა მაგასო პროფესიულ ტექნიკურად დაეყენებინა გზაზე და დანარჩენი თვითონ იცის გამიგეთ.
თავისი ქარიზმით, ნიჭით სცენაზე და მონაცემებით მაგას არ ჭირდება სხვა არაფერი. Venne la tometa ci veda, ti spinge il tuo dimone. ამ შემთხვევაში გავუმართლა ახლა მე მაგალითად ჩემი ოჯახი რკინიგზელის ოჯახი იყო და რკინიგზის ინჟინერი იყო მამაჩემი და მისი მამამისი რიგოლეტოს ღეროდა ბოლოს და ბოლოს გავანებოთ დანარჩენულ. ერთხანობა რა შემარკვა ერთმა ავსტრიელმა დირიჟორმა ისიც ხაძიაში რიგოლეტო რუსულიდან რო თარგმნეს აი ქუჩაშიც რიგოლეტო ესეთი ამაზე სცენაზე ხო გამიგეთ ხაძიაში რიგოლეტო არა გარდასახვა როლიდან არ გამოსულა როლიდან არასოდეს ჩავედი მოსკოვში, ეხლაც თავის ქება უნდა დავიწყო და სხვა გზა არ არის. ცხონებული ოდისეი დიმიტრიადი ესწრებოდა მაგ კონცერტი მოსმენა იყო ფაქტიურად ბეთჰოვენის წითელ დარბაზში. ვიმღერე რეპერტუარი ესწრება დიდი თეატრის მთელი შემადგენლობა დირიჟორების. მთავარი დირიჟორი ოთვარცდები ლაზარევი. ვიმღერე ნახევარი ბანის და ნახევარი ბარიტონის რეპერტუარი, ამიგეთ. დარბაზიდან ყვირიან პირაგოვ, ამიგეთ. ნუ პირაგოვი დამარქვეს თეატრში, იმ მომენტში უხერხულოთაც გზობდი თავს, რა პირაგოვი, გუშინ ჩამოვედი მოსკოვში და მღერი ვარ რაღაც. იყო ლაპარაკი დიდი თეატრის სტაჟირებაზე, თვითონ მაგათი სტაჟირებაზე, საქართველოსდან გაგზავნილზე და სხვადასხვა კი არა და იყო ლაპარაკი სოლისტთა თაყვანაზე, იმიტომ რომ ჩარადეიკას დადგმა უნდათ ჩაიკოვსკის ოპერის, რომელიც ფაქტიურად ბარიტონის გამო ვერ მიდის თეატრებში. როგორც კი ჩამოვედი აქ, პირდაპირ ვიტყვი ისიც ახლა უკვე 73 წლის კაცმა რაღაცები მალო და დიპლომატია ითამაშოს. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ უკვე ცნობილმა არ გააკეთეს მაინდა-მაინც დადებითი რეაქცია სხვის თვალში და მე როგორი კაცი ვარ იცით რაც არ უნდა ოდიოზური პიროვნება იყოს შემთვის თუნდაც მტერი სხვა ერის კაცთან მე არ იმას არ შემიძლია რომ იმაზე ძვირი ვთქვა ამიგეთ ეს ამაქვს სისხლში როგორც კი კგბ-დან დოსიე წავიდა ხა დიდი თეატრი პოლიტიკური თეატრია ამიგეთ რეზოლაგილოვაკია სოლჟენიცინები დაიჭირეს და ისინი გაცო ეს თქვენი რევაზ ნიკოლაევიჩი გახდა უცბად არაფერი ტელეფონის არა იყო იმ კაცმა 4 დღე ვიყავი სოლისტი იმიტომ რომ მე ვნახე ემან დასის გამგე მაჩვენა უკვე რომ ფაქტიურად ელოდებოდნენ პრაქტიკულად აქედან ფორმალურ რაღაცას საბუთები აი ეს იყო ჩემი სერიოზული წარმატება იქა და მეორე ჩემი წარმატება სად იყო კიდე ისიც ამან გამაწყო მე ძალიან ცუდი საქმისთვის ბჭყალებში მაინც გადავედი იმ თემაზე რა რომელიც ნუ კგბ-მ გამიფუჭა საქმე რა თქმა უნდა და დავბრუნდი ისე გავხდი უცბად შიდა მომსახურების პერსონა საბოლოოდ როდის გადავწყვეტე იცით რომ იეგოდი მენუხინმა თქვა დღეს სოფლიოში ესეთი ხმა არ არის და ამის ხმაო კრემონას ინსტრუმენტების ხმას ვაგონებს ოჯახური ბედნიერებით ნამდვილად ბედნიერი ვარ ეს ადგილი ჩემთვის არის წმინდა ადგილი და არა მარტო თბილისის ოპერის თეატრი საერთოდ ოპერის თეატრი ზოგადად არა მარტო მომღერლისათვის თქვენ წარმოვიდგინეთ მუსიკოსისათვის ისიც ახლა თბილისში ვისაც არ უნდა შეეკითხო ოპერის თეატრი ყველასთვის წმინდა ადგილია